თბილისის ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატში 26 ქვეყნის 134 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. შეჯიბრი შეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და მისი მთავარი მსაჯი ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია იქნება. ევროპის ჩემპიონატი დღეს ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. ტურნირის სტარტს 7 მაისს აიღებს და 19 მაისის ჩათვლით შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. კვირის განმავლობაში თითოეულ თქვენთაგანს, ვისაც ჭადრაკი გიყვართ, ექნება საშუალება ისევე როგორც აქ, ამ სასტუმროში, ასევე ონლაინ რეჟიმში ადევნოთ თვალყური თქვენთვის საინტერესო მატჩებს. მე მინდა ამ შემთხვევაში როგორც ორგანიზატორის ამპლუიდან გავიდე და ჩვენს ქალბატონებს წარმატება ვუსურვო, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა გულშემატკივარმა. და ასევე ამ ორი კვირის განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ვინც პირველად არის თბილისში, ექნება საშუალება დატყვეს, თუ რა თქმა უნდა ტურნირის გრაფიკი ამის საშუალებას მიცემს თითოეულ მონაწილეს, დატყვეს იმ ღირსშესანიშნაობებით, რითაც ამაყობს და რაც მრავლად არის ჩვენს ქალაქში. ამ ჩემპიონატს უპრეცედენტო საპრიზო ფონდი აქვს. არასდროს ადრე ქალთა ევროპის ჩემპიონატებში ესე დიდი საპრიზო ფონდი არ დაფიქსირებულია და შევახსენებ რომ ეს არის 100,000 ევრო. აქედანაც გამოწვეული არის იმ ვარსკვლავთა ცვენა თბილისში და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოჭადრაკეები მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ. უძლიერესი მოჭადრაკეები არიან ჩამოსულები. ორი მსოფლიოს ჩემპიონი იღებს მონაწილეობას, მე-9 და მე-11 ევროპის 6 ჩემპიონის ტიტული არის ახლა დღეს დარბაზში განლაგებული და ჩვენი უძლიერესი მოჭადრაკეები. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლას უნდა ველოდეთ.